ყველა მტკიცებულება, რომელიც სასამართლომ უნდა გამოიყენოს ბრალდებულის დამნაშავეობის შესაფასებლად, უნდა იქნეს სასამართლოში წარმოდგენილი. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ამ სავარაუდო დანაშაულის ორგანიზებას, ხოლო დღეს პროკურატურამ ჩაიდინა გაუგონარი რამ, როცა გამომძიებელს მოატანინა ფლეშკით და მან თავად აღნიშნა, რომ ჯიბეში მაქვს ზოგადად ფლეშკა, სადაც მწერია ვიდეო, რომელსაც არ გაუვლია არც ერთი ეტაპი, არც რამე ექსპერტიზა, არც ვიცით რა ვიდეოა ნამდვილია თუ არ არის და სასამართლომ სამწუხაროდ მისცა შესაძლებლობა, რომ ეს მტკიცებულება იქნეს ჩართული სასამართლო პროცესზე და დაერთოს საქმეს. ეს ნიშნავს იმას უბრალოდ, რომ პროკურატურამ ნაუცბათევად შეკერილ საქმეში გაყალბებული მტკიცებულების ჩაკერებაც კი ვერ მოახერხა და ახლა გამოძებნეს მოსამართლე, რომელიც როგორც იქნა, ბევრი პროცესის მერე, როცა იგი თამაშობდა, დაცვის ხარის მიმართ ლოიალურად განწყობილ მოსამართლეს და ობიექტურ მოსამართლეს და ცდილობდა ამის დამტკიცებას ბრალდების მიმართ გამოთქმული შენიშვნებითა, საბოლოო ჯამში დატოვა ეს როლი და გამოაჩინა თავისი საკუთარი სახე, რომ იგი არის უბრალოდ ისეთივე მოსამართლე, როგორც კლანის ნებისმიერი სხვა დავალების შემსრულებელი მოსამართლე. ბუნებრივია, კანონის ცალსახადარღვევაა და არა მხოლოდ შიდა კანონმდებლობის ეს არის სასამართლოს უფლების ძალიან მნიშვნელოვანი შეზღუდვა. სამწუხაროდ ამას თამამჭედრიშვილისთვის არ მგონია დიდი მნიშვნელობა გააჩნდეს, მაგრამ მე ღრმად მჯერა იმის, რომ სამართალი თავის გზას არ დაკარგავს და ეს იქნება დღეს ხვალ და საქართველოს თუ საერთაშორისო არენაზე ეს ნაწილი გახდება არა მხოლოდ ამ გადაწყვეტილების და ზოგადად ამ განაჩენის, რომლის შინაარსიც მე უკვე წინასწარ ვიცი, გაუქმების საფუძველი, არამედ საკმაოდ ბევრი ადამიანის პასუხისმგებლობის საფუძველი. მოწმეს თუ რამე დიდი ჩვენება აქვს, რამე სპეციფიკური ჩვენება აქვს, ციფრები უნდა დაიმახსოვროს, თარიღები უნდა დაიმახსოვროს, ექსპერტიზის დასკვნა და ტექნიკური მონაცემები უნდა დაიმახსოვროს. ამისთვის მას შეუძლია ჰქონდეს ჩანაწერი, რომელსაც დახედავს, იქნება ეს მობილური, იქნება ეს ჩანაწერი, მაკეტი, ნახაზი თუ ასე შემდეგ და შემდეგ გასცეს კითხვაზე პასუხი. მაგალითად, კითხვაზე თუ რა იყო პირობითად ნარკოტიკის შემცველობა კონკრეტული ადამიანის სისხლში, ამისთვის შეიძლება ექსპერტს დასჭირდეს ჩახედვა დასკვნაში, რომ ციფრი დაიმახსოვროს, ხომ? მოცემულ შემთხვევაში ეს ნორმა აბსოლუტურად ულოგიკოდ და კანონის დარღვევით გაავრცელა სასამართლომ ვიდეო ჩანაწერზე და ფლეშკაზე, რომელსაც დაახვედრეს იქვე სასამართლოს მიერ მოწოდებული ლეპტოპი, რომ მთელ დარბაზს და მოსამართლესაც ეს ცრუ მტკიცებულება და დაუშვებელი მტკიცებულება მოესმინა. ამის შემდეგ ბატონი პროკურორი ადგება და იტყვის, რომ მე ვითხოვ მოწმის მიერ გამოყენებული ჩანაწერის ნახვას და საქმისთვის დართვას, რის საშუალებასაც საპროცესო კოდექსი იძლევა. ამ გზით მოხდება უკანონო მტკიცებულების დაუშვებელი მტკიცებულების ლეგალიზაცია და ამ ფორმით საქმეში ჩაკერება, საქმეზე მიმაგრება. ეს იყო ხრიკი, საცირკო წარმოდგენას მე უფრო დავარქმევდი, როცა პროკურატურამაც და სასამართლომაც იჟონგლიორეს საქართველოს კანონით, თუმცა ცხადია აბსურდულია ის მტკიცება, რომ მათ თითქოს კანონი არ დაურღვევიათ. ამაზე აპელირებდა მოსამართლე და პროკურორიც, მათ როგორც ცანს შინაგანად აწუხებთ ის, რომ დაარღვიეს ძირითადი პრინციპები სისხლის სამართლის საქმის წარმოებისა, თუმცა ცალსახაა ის, რომ ნორმის მიზანი, რომელიც მოწმეს ჩანაწერის სარგებლობის უფლებას აძლევს, არის ის, რომ მას მოწმეს დაეხმაროს ეს ჩანაწერი მოვლენების აღდგენაში, არა ის, რომ მოხდეს ამ მტკიცებულების წარდგენა სასამართლოში, ან მისი დემონსტრირება სასამართლო დარბაზში. მოცემულ შემთხვევაში სწორედ ეს გააკეთეს ტექნიკური ნორმა, რომელიცაც აბსოლუტურად სხვა მიზნები აქვს, გამოყენებული იქნა ბრალდებულების საწინააღმდეგოდ საკუთარი უკანონო ქმედებების გასამართლებლად. ამასთან მნიშვნელოვანი არის ის, რომ მე არ მგონია, რომ ამ მდგომარეობაში, თავის ჩაგდება უფრო მარტივი და ადვილი არის სასამართლოსთვის და არ ვიცი, რატომ ფიქრობენ, რომ ეს უფრო კარგი გამოსავალი იყო, ვიდრე საერთოდ არ არსებობა ამ მტკიცებულების ამ ფორმით საქმეში. ჯობდა რომ ალბათ ისე გაეკეთებინათ, იმიტომ რომ განაჩენის შინაარსს ყველა მოიცით და ამგვარი მკაფიო საპროცესო დარღვევა მაინც არ იქნებოდა სახეზე, თუმცა ეს არის სავარაუდოდ იმ მსჯელობისა და დისკუსიის შედეგი, რომელიც სასამართლო კლანსა და პროკურატურას შორის და პოლიტიკოსებს შორის გაიმართა ჩვენი ბოლო პროცესის შემდეგ, როცა აღმოვაჩინეთ და დავადგინეთ, რომ ვიდეო საქმეში არ დევს. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მარტივი შემთხვევა, როცა მაგალითად მკვლელობის იარაღი არ არის საქმეში წარმოდგენილი და მკვლელობის გამო ედეობიან ადამიანებს და სასამართლოს ხდომაზე, მაშინ როცა უკვე წინასამართლო ეტაპი გავლილია, მოწმემ პოლიციელმა მოიტანოს მკვლელობის იარაღი, არ ვიცი, დანა, პისტოლეტი სამსახურიდან და თქვას, რომ აი მე მაქვს ინფორმაციის შემცველი ობიექტი და მინდა რომ ის დავიხმარო და ეს დაერთოს სასამართლო საქმეს და ამის საფუძველზე იქნეს მიღებული გადაწყვეტილება გამამტყუნებელი მიღებული. ბუნებრივია, ეს არის აბსურდი, ყველანაირ მიზანს ნორმისა ეწინააღმდეგება და სამართლებრივად იურისტების და პირველ რიგში მოსამართლის მოვალეობა არის სწორედ კანონის ინტერპრეტაცია. კანონის ინტერპრეტაცია პირველ რიგში ხდება ყოველთვის ბრალდებულის სასარგებლოდ, თუმცა ბუნებრივია, ბრალდებულის სასარგებლოდ იმ მოსამართლეებს, რომლებიც ამ საქმეებს განიხილავენ, შეუძლიათ მხოლოდ საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტა. მაგალითად, ის რომ საჭმელად გაიყვანონ, მაგალითად, ის რომ საფერფაშოში გაიყვანონ. თუმცა შინაარსობრივ საკითხებზე დამოუკიდებლად მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი ჩემ და სამწუხაროდ და ქვეყნისთვის საუბედუროდ მათ არ გააჩნიათ. ეს უბრალოდ ძალიან ნათელი ინდიკატორია იმისა, თუ რა უბედურ დღეში არის სასამართლო და ბრალდების მხარე, როგორც ამ საქმეზე, ასევე ზოგადად, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება, ეს პრაქტიკა საზიანო არის არა მხოლოდ დღეს იმ ადამიანებისთვის,
ვინც პოლიტპატიმრები ერენ და სასჯელს იხდიან, არამედ ნებისმიერი დაკავებულისთვის, რომელთა წინააღმდეგაც პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს.